მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს იქნება გაშლა მთხოვეს გოგოებმა გაგვიკეთებია ესეთი გაშლა, რომ ვისაც არ აყავს პარტნიორი, რომ ვინ არის, ვისთან დამთავრდება ჩემი მარტოობა. შეიძლება თქვენ სადღაც ყავთ კიდე ვიღაცას პარტნიორი, ხო? მაგრამ არა გაქვთ ურთიერთობა. შეიძლება თქვენთვისაც იყოს ეს გაშლა. ვნახოთ ახლა რას გვეტყვის ჩვენ ტარო, კითხვები მომზადებული მაქვს და აბა შევხედოთ ახლა ჩვენ ვინ იქნება ის ბედნიერი ვიღაცა ადამიანი, ვინც დაასრულებს თქვენს მარტოობას, ხო? ვნახოთ ახლა ჩვენ. პირველი, კითხვა, ვისთან დასრულდება შენი მარტოობა, ვკითხოთ, ვინ არის ეს ადამიანი შენს ბედში? ვკითხოთ ახლა თქვენ როგორ შეხვდებით მაგ ადამიანს, რა შეიძლება იყოს, რა ვიტარებაში შეიძლება მოხდეს ეს სიტუაცია. და ცოტა აქეთ დავდებ, რომ თქვენს კარგად, დაგანახებთ მე კარს ყველა ვარიანტში. შემდეგი ვკითხოთ ახლა, რა გრძნობები იქნება თქვენ შორის, რას იგრძნობთ თქვენ, ხო? თქვენ შორის. ვნახოთ კიდე, თვითონ ის ადამიანი რას იგრძნობს და ეგრევე რა, რომ დაგინახავს, ეს ვნახოთ და კიდე ვნახოთ, შენ როგორ მიხვდები, რომ ეს არის შენი ადამიანი. რა დაგეხმარება, რა დაგაკავშირებთ ერთმანეთთან? რა დაბრყოლება შეიძლება იყოს თქვენს გზაზე? ვნახოთ ახლა, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება ამ შეხვედრის შემდეგ და მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ კარგი კითხვა კი არის, მოდით მაინც დავსვათ ახლა, რა არის მნიშვნელოვანი, რომ იმუშაო ამ შეხვედრამდე, იმიტომ რომ არის ზოგჯერ ისეთი მომენტი, რომ შენ ჯერ ახლა ძველი ურთიერთობა არ დატოვე და უკვე ახალი გინდა და ვნახოთ ახლა რას გვაჩვენებს ჩვენ ტარო და რჩევაც ავიღოთ ჩვენ, როგორ შეიძლება თუ შეიძლება რომ თქვენ რამენაირად ეს შეხვედრა დააჩქაროთ, მაინც ვკითხოთ, всё, იყოს ეგეთი კითხვები და მე ვნახოთ ჩვენ. აქ სხვათა შორის აჩვენებენ რაღაცა ახალს აჩვენებს დას და მეუბნება, რომ ახალი, აქ შეიძლება თქვენ გქონდათ რაღაცა ურთიერთობა, მაგრამ თქვენ დაასრულეთ ეს ურთიერთობა დიდი ხნის წინ და უკვე აქ თქვენ აირჩიეთ თქვენი თავი და ეხლა მართლა ფიქრობთ, რომ არიცით, რომ არის კიდე ვინმე ესეთი ადამიანი, ვინც შეიძლება გამაბედნიეროს. აქ შეიძლება ჩუმად ვიღაცა გითვალთვალებს, მაგრამ თქვენ ხართ როგორ იცით, არა გაქვთ, ნდობა არა გაქვთ რაღაცა ეგეთი ენერგიები მოდის. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ პირველი კითხვა გქონდა, ვინ არის, ხო? ვისთან დასრულდება? ვისთან დასრულდება და სხვათა შორის ძალიან კარგი ენერგია მოდის. ეს ადამიანი შეიძლება თქვენ даже იცით ვინ არის, იმიტომ რომ შეიძლება მეგობარი იყოს თქვენი დაუშვოთ, ხო? შეიძლება ადამიანი, რომელთანაც თქვენ ერთად მუშაობთ, ან შეიძლება სიმპათიას უკვე გრძნობთ თქვენ მაგ ადამიანისგან და ამიტომ ახლა პრინციპში აქ კარგი ენერგია, ეს ადამიანი მოდის თქვენთან პრინციპში ვერ გეტყვით, რომ თქვენ საერთოდ არ იცნობთ, ან გაიცნობთ. ვნახოთ ახლა ჩვენ პრინციპში აქ კიდე, ვინ არის. არა, იცნობთ თქვენ ამ ადამიანს, ნამდვილად იცნობთ. ეს შეიძლება იყოს თქვენი ახლობელი, შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც როგორც გითხარით, მუშაობთ, შეიძლება მეგობრის მეგობარი არის რა, ძმის მეგობარი, ვიღაცას არის, აქ ვერ ვეტყვი, რომ თქვენ მაგ ადამიანს არ იცნობთ. ეს არის უეჭველი ადამიანი, რომელსაც იცნობთ. შეიძლება ძალიან თქვათ მე ხო ვთქვი, რომ ორი კატეგორია იქნება. აქ პირველი კატეგორია, ვისაც ნამდვილად ნულიდან გვაჩვენებს, შეიძლება ნულიდან არის, კიდე შეიძლება თქვენი ურთიერთობა დასრულებული. საჯარო გაშლაში არის რა, ეგეთი მომენტები, რომ სხვადასხვა ვარიანტები უნდა თქვა, რაც შეიძლება ამოვიდეს, ხო? იმიტომ არის კარგი პირადი, რა თქმა უნდა. ვნახოთ ახლა, აბა, ვინ არის ეს ადამიანი შენს ბედში? რა მისია აქვს. აქ სულ სამიანები, იცით, მოდის მე სამი არკანა. ვინ არის შენ ბედში? ყოველ შემთხვევაში სამიანი პენტაკლების ხშირ შემთხვევაში აჩვენებს იმას, რომ ეს ადამიანი არის თქვენ ბედში, როგორც რაღაცა გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, რაღაცა უნდა ვისწავლოთ. როგორც პრინციპში ყველა ადამიანი ახლა თქვენ იცით ახლა პრინციპში ეს უკვე აქსიომა არის, რომ არ არსებობს, რომ ისეთი ადამიანი შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, ვისგან ჩვენ ვერ ვისწავლით. პლუს კიდე ნახეთ, ვინ არის ეს ადამიანი თქვენს ბედში,
რომ ამ ადამიანთან უნდა გქონდეთ თქვენ რაღაცა ურთიერთობა, თან ახლა შეიძლება даже ან ერთად იცხოვროთ, ან ოჯახური. პლუს კიდე მე გეუბნები თქვენ ამ ადამიანს იცნობთ. ეს შეიძლება ხო გეუბნეთ ან მეზობელი არის, ანუ რაღაცა ისეთი ადამიანი, რომ თქვათ ახლა თუ შეიძლება ერთ წრეში ტრიალებთ, ერთად თქვენ დაუშვათ რაღაცა გაქვთ შეხება რა ამ ადამიანთან უეჭველე რა. როგორ შეხვდებით, აბა ნახოთ ახლა ჩვენ როგორ შეხვდებით, გზაში გაიცნობთ სხვათა შორის, ან შეიძლება სადმე თუ დაუშვათ, სადმე შეიძლება მარშრუტკაში დაუშვოთ. შეხვდებით ახლა ხო და ფულს გადაიხდით თქვა ჩვენ მოგზაურო ღმერთო. მიხვდეთ თქვენ რა. შეიძლება აქ უეჭველე რაღაცა გზაში იქნება ეს შეხვედრა უეჭველე რა. და როგორ ან თქვენ სადღაც მიდიხართ, ან ერთად სადმე დაემგზავრებით, ან შეიძლება ეს ადამიანი თქვათ ახლა ჩამოვა იქ სადაც თქვენ ხართ, ყოველ შემთხვევაში აქ არის გზა, შეიძლება სხვათა შორის ცოტა ცუდი ამინდიც იყოს ეგაც. შეიძლება მანქანა გაგიჩეროს და გითხრას რომ მოდი რა, ეხა მიგიყვან რა, სად მიდიხარ, დაუშვათ, ანუ დამემგზავრე რა. ეგეთი ენერგიაც არის აქ. აქ ჩვენ ვაკეთებთ მოკლე გაშლებს, ხო იცით თქვენ ახლა უფრო გრძელი გაშლას ვაკეთებ მე უფრო მეორე არხზე. ვინც მეკითხება, სად არის ეს არხი, ლინკები არის ყველა აბსოლუტურად ვიდეოს ქვეშ ჩემო ლამაზებო. ეხლა ნახოთ ჩვენ მაშინ რა გრძნობები იქნება თქვენ გეუბნებით, ეს არის ძალიან სასიამოვნო, ხო გეუბნებით. შეიძლება აქ დაუშვოთ თქვენ ვინმესთან წახვალთ, ეგრეთ შეიძლება თქვა სტუმრად დაგპატიჟებენ დაუშვოთ, ხო? აქ პრინციპში როგორი გრძნობა, სასიამოვნო, როცა თქვათ, ეხლა ადამიანი გეტყვი დაგელაპარაკება, შეიძლება თქვათ თუ დაუშვოთ სტუმრად ხართ, ერთად დაუშვოთ, ხო? ანუ თავაზიანი იქნება ძალიან სხვათა შორის ეს ადამიანი მაქსიმალურად შეიძლება რომ გასიამოვნოს რა. აქ არ იქნება თქვათ, ეხლა რომ თუ თქვათ დაბადების დღეზე იქნებით, ან თქვათ შეიძლება კაფეში დაგპატიჟოს, ესაც არ არის გასაკვირი და ანუ ძალიან თავაზიანად მოგექცევათ სხვათა შორის ეს ადამიანი, ყველა ვარიანტში და გრძნობა როგორი არის. აქ ახლა მე ვერ გეტყვით რომ თქვენ ეგრევე პენტაკლები არის, ახლა აქ ვერ ვეტყვი რომ ამ წუთში იტყვით რომ ვაი მე всё შემიყვარდა, მაგრამ ის რომ ერთმანეთი მოგეწონებათ ეს უეჭველე რა. უეჭველე. თუ დაუშვოთ თქვენ მას იცნობთ, შეიძლება სხვანაირად შეხედავთ, იმიტომ რომ ადამიანი მართლა შეიძლება თავი ისე გამოაჩინოს, რომ იტყვით რომ რა საინტერესოა, ამასთან გავაგრძელებდი თქვათ ახლა ურთიერთობაზე ჯერ ადრე ლაპარაკი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაგრძელება გენდომებად. ის რას იგრძნობს, როცა დაგინახავს, იგრძნობს რას, რომ რაღაც თითქოს ნახეთ ცხენზე ზის ორი ადამიანი გოგო და ბიჭი და რას რა თქმა უნდა, ეხლა არის გვერდხების რაინდი და ამიტომ იმ წუთში ეხლა მოეწონებით პირველ რიგში კი მე ისეთ რა შეიძლება მინდა ვაკოცო რა, რაღაცნაირად იმპულსები წავა აქვს სხვათა შორის რა, ძალიან დიდი, იმიტომ რომ ეხლა მაინც ეს არის გვერდხები რა და აქ ახლა იმპულსი რა თქმა უნდა წამოვა, რა თქმა უნდა მოეწონებით და რა თქმა უნდა პირველი სურვილი მაგას გაუჩნდება რომ მინდა ვაკოცო, მინდა რომ თქვა ამას ნამდვილად ეხლა გვერდხებით უფრო აკაც გრძნობაზე ჯერ ადრეა საუბარი, რაღაც იმპულსი, ამას მამაკაცური იმპულსები ექნება თქვენ ეხლა გექნებათ როგორი მომენტი უფრო იცით, რომ მომწონს, მინდა მასთან გავაგრძელო, თქვათ, ეს ნაცნობობა და ეს, თქვათ, ურთიერთობა, ხო? ნახოთ, აბა შენ როგორ იგრძნობ, რომ ეს არის შენი ადამიანი. იგრძნობ. იმ წუთში მიხვდები, ნახეთ თასების, აქ არის ტუზი, იგრძნობთ, ითქვით, რომ იმიტომ რომ აქ ნახეთ ისეთი ენერგიები არის, როცა შეიძლება ერთმანეთს რო შეხედავთ, არის ეგეთი სიტუაციები, რომ დაუშვოთ, სულ იყავით, თქვათ, ერთ კომპანიაში დაუშვათ, დადიოდი, თქვათ, ერთად სადმე რაღაც, ან თქვათ, ხა მოდიოდა მეზობლად ეს ბიჭი, თქვათ, სიტყვაზე, ხო? ან სამსახურში დადიოდა. მაგრამ აქ სიტუაციას ისეთ შეგიქმნიან, ან მივლინებაში ერთად წახვალთ, მაგრამ აქ იცით როგორი მომენტი არის, რომ შეიძლება თქვენ ხო გეუბნებით, ან გზაში
ნუ რაღაცა ისეთ სიტუაციაში ჩაგაგდებენ თქვენ, რომ აქ შეიძლება მისი თავაზიანობა, მისი რაღაცა საქციელი, მისი რაღაცა აი სიტყვები, ხო, კომპლიმენტები, აი თქვენში აი სხვანაირ გრძნობას გამოიწვევთ. ნუ სიყვარულის გრძნობა ტუზე არის, აი რაღაცა იმპულსი, რომ მომწონ ხარ, მინდა შენთან, აი რაღაც ეგეც სასიამოვნო ენერგია წამოვა ყველა ვარიანტში რა. და მიხვდები. აა რა დაგაკავშირებთ ერთმანეთს, აი გეუბნათ კიდე სამიანი, აქ უეჭველი ვიღაცა მესამე პირი იქნება, გეუბნათ ან მეგობარი, ან ძმა და რა ვიცი, ვიღაცა რაღაცები, ან რაღაცა სიტუაცია. აი ყველა ვარიანტში თქვენ ეს დაგაკავშირებთ რა. რა შეიძლება დაბრკოლებები გქონდეს, როგორი დაბრკოლება გქონდეთ თქვენ. აი აქ სხვათა შორის ნახათ როგორი დაბრკოლება, შეიძლება რაღაცა სხვაობა იყოს. აქ ნახათ შეიძლება ნახათ კიდე რა მომენტი, თუ დაუშვოთ ეს სიტუაცია არის რომ აი საქართველოში მეტად იციან ეგეთი რაღაცები, რომ თქვა აი ჩემი მეგობრის თქვა ხა ნუ ძმა კაცია დაუშვოთ ხო, ჩემი მეგობრის და არის დაუშვოთ ხო, ან ერთ წრეში ვარ, ან თქვა სამსახურში რა სიტყვიან, აი ეგ შეიძლება ეროვნება იყოს ეგეთი თქვა დაუშვოთ, რომ აი რა ვიცი მე ახლა რო ის ან თქვა რელიგია აქვე არის, შეიძლება სხვაობა იყოს ასაკში, აქაც. აი ეს შეიძლება უცბად იყოს თქვენი თქვა დაბრკოლებასავით რა. აი აქ შემიძლია ვთქვა რომ იყოს რა ეგეთი მომენტი. კი. როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება, როცა ამ ადამიანს გაეცნობ? ნუ გოგოებო, აქ ახლა გეტყვით ახლა როგორ შეიცვლება და დაიწყება თქვენ ამ ეს ადამიანი მოდის თქვენთან ძალიან მნიშვნელოვანი ეთყობა, იმიტომ რომ ეგრევე გვაჩვენეს რომ ცოტა კარმული თემა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ აქ მე გაგაფრთხილებთ, რომ ეს ადამიანთან იეროფანტი არის რა. ეს ადამიანი მოდის თქვენთან და თკბილად, ნახათ რა თკბილად იწყება ურთიერთობა. ეს ყოველ შემთხვევაში იცოდეთ, როცა იწყება ურთიერთობა ასე ძალიან ტკბილად, ეს ყველა ვარიანტში უკვე მოდის გაკვეთილების კარმული პარტნიორი, რომელიც მოდის იმისათვის, ვისთანაც უნდა ჩვენ რაღაცა გავიაროთ, გაკვეთილები ვისწავლოთ, აი ესე მოკლედ რო ვთქვათ, ხო? ამიტომ აქ გექნება თქვენ ესეთი მომენტები, რომ ნამდვილად მოგიწევთ რა. რაღაცა მე ახლა არ დავიწყებ საჯარო გაშლაში რა თქმა უნდა რა და როგორ, მაგრამ გეუბნებით რომ ყოველთვის ეგეთი ურთიერთობა იწყება ძალიან ტკბილად, ძალიან ისეთი რომ ვაიმე ჩემი ადამიანი, ვაიმე როგორ ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ვაიმე ერთ საერთო ნაცნობები ყავს, საერთო აი ფილმებს უყურებთ, მუსიკა ესეთი მოსწონს როგორც მე, მაგას მე მიყვარს თეთრი შოკოლადი, მაგასაც თეთრი შოკოლადი უყვარს, მას ახლა უყვარს 9 საათზე დაწოლა იმ კაროჩ ხო ხდებით რა. და აი ეს ესეთი რაღაცა ფორიაკი და მე რა თქმა უნდა გადის 1-2 თვე და მე უკვე იწყება ის რისთვისაც მოდის ადამიანი, ანუ რაღაცები რო გვასწავლოს ჩვენ რა, ანუ გავიარო ჩვენი გზა. ნუ აქ ეგეთი ადამიანი მოდის რა თქვენთან და აქ შეიძლება სხვათა შორის კი, არა, უეჭველი, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ აქ ბევრისთვის იქნება ეგ სიტუაცია როგორი იცით, შიშიც გექნებათ შეიძლება და რაღაც, მაგრამ აქ შეიძლება გქონდეს ისე даже ცოლობაც შემოგთავაზოს ამ ადამიანმა. ცოლობა შემოგთავაზოს. ერთი რამე იცოდეთ კიდე გაფრთხილებასავით, რომ ცოტა სანამ თქვა სექსუალური ურთიერთობა და გექნებათ, ცოტა ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ შეიძლება ეგრევე დარჩეთ ორსულად. ესეც დაემახსოვროთ, აქ ეგეთი არის მომენტი რა. და ანუ რა უნდა დაამუშავო, სანამ შეხვდებით თქვენ ერთმანეთს. ნუ აი აქ როგორი მომენტი არის, იცით, აი აქ არის თქვენ გაქვთ რაღაცა მტკივნეული სიტუაციები, შეიძლება თქვენ ნდობა არ გაქვთ, შეიძლება თქვენ ეჭვიანობა გქონდეთ, ვინმე ხომ არ აყავს, რამე ხომ არ აყავს. ანუ აქ როგორ არის თქვენი ძველი ტკივილები, რომელიც თქვენ გაქვთ, უნდა დატოვოთ წარსულში, იმიტომ რომ აქ მართლა შეიძლება, ნუ ეს შეგიშლით ხელს რა, თუ თქვენ სულ ეჭვიანებთ, ჯობია პირდაპირ დაელაპარაკო ადამიანს და გითხო. იმიტომ რომ ნახათ, ეს სხვა ადამიანი მოდის, ვაფშე სხვანაირი ადამიანი მოდის და ამიტომ თქვენ თუ გინდათ ამასთან დაიწყოთ ახალი ურთიერთობა და არ გქონდეთ ეს მომენტები მტკივნეული, რაც თქვენ აი ნახათ იგივე კარტი როგორ ამომდის რა. თუ თქვენ არ გინდათ რომ იგივე სიტუაციაში მოხდეთ რა, მაშინ აქ უნდა შეცვალოთ თქვენი მიდგომა ამ ადამიანის მიმართ. ანუ ჯერ გამოიტიროთ თქვენი ეს ყოფილი ქმარი
ყოლა და მე უკვე ამასთან შედეთ ურთიერთობაში, იმიტომ რომ თქვენ თუ ძველ პროგრამებს წაიღებთ ამასთან ურთიერთობაში და დაიწყებთ ახლა ეჭვიანობა, დაიწყებთ ახლა ვაიმე ეგაც ეგეთი იქნება და ვაიმე ასე და თან კიდე ზოგს აქ კიდე ისი შიში იცით რომ აი თუ დაუშვათ ადამიანი ახლა უფრო კარგად ეკცევა, მე იმდენს ფიქრობს ცუდზე რომ მართლა ამ ცუდს მოიზიდავს, ამიტომ ძალიან თხილად იყავით რომ დაასრულეთ რა, დაასრულეთ ეს თქვენი ფიქრები იმაზე რაც გქონდა თქვენ სხვა ურთიერთობაში. ეგ სულ სხვა ადამიანი მოდის და ნუ დაახლოვთ მაგას ახლა თქვენ იმ ძველი რაღაცა წყენებს და ასე შემდეგ. ამიტომ ესაც გაითვალისწინეთ აუცილებლად და ამიტომ რჩევა თქვენთვის რომ კი გულით გააკეთეთ არჩევანი და იცოდეთ რომ ნამდვილად ახლა აქ ბედის არკანიც არის და ეს უკვე სხვა პიროვნება მოდის. კი და დაფიქრე, მოდის შენთან სიყვარული, მოდის მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა, აქ არის ძალიან დიდი ალბათობა რომ თქვენი ურთიერთობა შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ რამეში, მაგრამ თქვენ თუ არ დატოვებთ წყენებს კიდევ გემეორებთ ახლა ძველ პარტნიორებზე და ძველ სიტუაციებზე, მე უკვე აი ყველა ერთნაირია, ჯერ ასეთია და მე ესეთია და რაღაცა, აი არაფერი გამოვიცოთ, ისე ვისი გაივლით იმ გაკვეთილებს, რაც უნდა გაიაროთ. გამიგეთ, აქ იმითომ იყო ეს გაფრთხილება ორი და ასეთ მუშაობ, ორი და ასთან მაჩვენა ერთი და იგივე არკანები. ამიტომ იძახიან რომ შენ თუ გინდა რომ ამ ადამიანთან გქონდეს შენ კარგი ურთიერთობა, შენ თუ გინდა რომ ამ ადამიანთან სერიოზულში გადაიზარდოს, მანამ შეხვალ ამ ურთიერთობაში, ძალიან კარგად დაფიქრდე საერთოდ, ანუ შენ ძველი ურთიერთობებზე თუ დაუშვათ ვინმეს გააქვთ მატრიცები კიდე ნახეთ ეს ჩვენი ვიდეო ჩანაწერები, სადაც არის თქვათ ახლა მე გეტყოდეთ ყველა ვარიანტში ახლა თქვენ შემთხვევაში რაზე უნდა იმუშაო და რა არ უნდა წაიღოს. ზოგი ეჭვიანია, ზოგი თქვათ ახლა რა ქვია, სხვათა შორის თუ ვინმეს გააქვთ ეს პროგრამა სამკუთხედის, ხო ეგეც გაითვალისწინეთ, ჯობია კითხოთ ამ ადამიანს პირდაპირ რა და გაარკვიოთ. თუ დაუშვათ ეს ამაზე გაქვთ თქვენ აქცენტი და ამაზე თქვათ ახლა თქვენ ნერვიულობთ რა, ეს გაიგეთ ჯერ და მე უკვე შედეთ ურთიერთობაში რომ მე იგივე არ გაიმეოროთ რა, მაგრამ ეგაც ნახეთ, მე ხო ეგ თუ სიტუაცია თუ არის და თუ მატრიცაში ეს გაქვთ, იცოდეთ რომ უნდა აპატიოთ ის სიტუაცია, იმიტომ რომ ეს არის კარმული თემა, ხო? და ნებისმიერი პროგრამა რაც გაქვთ თქვენ, რომელიც თქვათ დაფიქრდეთ, გაანალიზეთ, აი რამ შემიშალა ხელი თქვათ იმ ურთიერთობაში, თქვენს თავზე იმაზე ნუ ფიქრობთ რომ ის იყო ცუდი და მე კარგი ვიყავი, არა. აი რას ვერ ვუგებდით, რატო რაში ვერ ვთანხმდებოდით, აი ეს ყველაფერი გაანალიზეთ და როცა მიხვდებით რომ всё უკვე მე მზად ვარ, აი მაშინ უკვე უნდა იფიქრო ახალი ურთიერთობაზე. იმიტომ რომ აქ შემოდის ადამიანი არ არის ცუდი ადამიანი მართლა, მაგრამ შეიძლება თქვენმა ძველებმა პროგრამებმა გააბუჭონ ეს ურთიერთობა ამ დროს, აი იმიტომ რომ ერთმა აი მეუბნებიან აქ იგივე, აქაც იგივე კარტი გამოვიდა. გააქვს ძალიან მაგარი შანსი, მაგრამ თუ შენ ის ძველი პროგრამები კიდე არ გაუშვი, ნუ მაშინ არ იქნება არაფერი კარგი. თუ გაუშვი, მაშინ ყველაფერი იქნება კარგად.